ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ფრანგული გარნირი ასე ქვია ორმოქმედებიანი კომედიას, რომელიც მარკ კამულეტეს პიესის ღამის პერანგი 6-თვის მიხედვით დაიდგა. სპექტაკლი ჩახლართულ სასიყვარულო ურთიერთობაზეა. ფრანგულ კომედიაზე ახალგაზრდა ქართულმა რეჟისორმა სანდრო ელოშილმა იმუშავა. პრემიერა ხვალ 19 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში გაიმართება. დასე ამავე სპექტაკლს 17 და 24 დეკემბერსაც ითამაშეს. დასწრება ნებისმიერ სურვილს შეუძლია. ნერვიულად დეპრესიულად, მაგრამ ეს ისეთია თანხლებია ყოველ პრემიერის. ცოტა შიშებია რაღაცები, როგორ გამოვა, რაღაც ფიქრობ ამაზე და მე ისე მოდის რომ ვერც გსნობს საბოლოოდ ამაში. თამაშობ ბერნარდის საყვარელს, ანუ დაბადების დღეა გამქალს და მიდის თავის საყვარელთან და ამ დროს აღმოჩნდება რომ ბოლო მომენტში ბერნარის მეუღლე, ანუ გადაიფრებს წასვლას რა დედამისთან და ანუ ყველაფერი თავდაყირად გება. რეპეტიციები გვაქვს დღე და ღამის რეჟიმში ფაქტიურად ღამებს ვათენებთ და მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. კრიტიკოსები და